საქმეები ირანში არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს. ხუსიდები აღარ უსმენენ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსს. მესამე ამერიკული ავიამზიდი ახლახან ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში. ირანმა ინდურ გემებს ესროლა მას შემდეგ, რაც მათ ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის ნებართვა მისცა. და ეხლა ირანს ინდოეთთან დიპლომატიური კრიზისის მოგვარება უწევს. და ამ ყველაფრის გარდა, ირანის რევოლუციური გვარდიასა და ირანის ხელმძღვანელობას შორის სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ირანის რევოლუციური გვარდია ახლა ღიად აკრიტიკებს მომლაპარაკებლებს, რომლებიც ირანის სახედ მოლაპარაკებებს, სახელით მოლაპარაკებებს აწარმოებენ. როგორც ჩანს, ირანი მალე ბევრ სხვადასხვა ფრაქციად დაიშლება. მოდით ამ ყველაფერს დეტალურად განვიხილოთ. დავიწყოთ ირანის პატარა მარიონეტით, ჰუთებით, რომლებიც მაინც და მაინც არ ემორჩილებიან ირანს. 3 დღის წინ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა განაცხადა, რომ თუ აშშ-ის ბლოკადა არ დასრულდება, ჰუთები წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმას დაიწყებენ. აბა გამოიცანით რა. გუშინ აშშ-ის ავიამზიდი, ყველაზე დიდი მათ შორის, წითელ ზღვაში გამოჩნდა. და ჰათებს, როგორც ჩანს, არ აქვთ გეგმაში ამ გიგანტებთან დაპირისპირება. ეს ავიამზიდი, რა თქმა უნდა, არის Gerald R-40 და ის ყველაზე ძლიერი სამხედრო გემია, რაც გეოდესმე აშენებულა. 1100 ფუტზე მეტი სიგრძით და 100,000 ტონაზე მეტი წონით, ეს უდიდესი ავიამზიდია მსოფლიოში. მასზე განთავსებულია დაახლოებით 75 თვითმფრინავის სრული საჰაერო ფრთა. მათ შორისაა F-18 სუპერჰორნეტები, EA-18 გროულერები და E-2D ჰოკაიები. და გამოიცანით რა. სულ რამდენიმე დღის წინ მან აშშ-ის რეკორდი მოხსნა ვიეტნამის ომის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი, თითქმის 10 თვიანი განთავსების მხრივ. მან თავისი განთავსება დაიწყო 2025 წლის ივნისში, ნორფოლკში, ვირჯინიაში მდებარე მშობლიური ბაზიდან ხმელთაშუა ზღვისკენ გაემართა. შემდეგ სამხედროებმა იგი კარიბის ზღვის რეგიონში გადაანაწილეს ოქტომბერში, რაც რეგიონში თაობების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საზღვაო გაძლიერების ნაწილი იყო. იქ მან აშშ-ის სამხედროებს ვენესუელის დიქტატორის ნიკოლოს მადუროს დაკავებაში დაეხმარა. და ახლა ეს ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთშია. მან მონაწილეობა მიიღო ირანის ომის საწყის დღეებში ხმელთაშუა ზღვის მხრიდან. შემდეგ, თავისი კარიერის განმავლობაში პირველად სუეცის არხით წითელ ზღვაში გადავიდა. სამწუხაროდ, სარეცხი ოთახში ხანძარი გაჩნდა, რამაც აიძულა ის დაბრუნებულიყო ხმელთაშუა ზღვაში შეკეთებისთვის. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ყველაფერი გამოსწორებულია და ის კვლავ მოქმედებაშია. ირანისთვის ამ სიტუაციას უფრო შემაშფოთებელს ის ფაქტი ხდის, რომ მესამე ავიამზიდი ამჟამად აფრიკის რქის გარშემო ტრიალებს და ცდილობს მომდევნო სამფრეში ახლო აღმოსავლეთში მიაღწიოს. ეს, რა თქმა უნდა, არის აშშ-ის ავიამზიდი George H. Bush-ი. და ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე, როგორც კი ცეცხლის შეწყვეტის ვადა ამოიწურება, აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში 3 მოქმედი ავიამზიდი ეყოლება. და თითქოს ეს უკვე საკმარისი არ იყოს, ბოლო 2 კვირა აშშ-ს მასშტაბური სამხედრო საჰაერო გადაზიდვები მიმდინარეობს. მეტი საბრძოლო მასალა, მეტი აღჭურვილობა და მეტი ლოგისტიკა მიედინება რეგიონში. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ცეცხლის შეწყვეტის ვადა სამშაბათს ამოიწურება, თუ არ იქნება არც მშვიდობის შეთანხმება და არც გაგრძელება, ომი განახლდება და საკმაოდ შესაძლებელია, რომ აშშ ომში დაბრუნდეს უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე 1 კვირის წინ ვიხილეთ. ირანი ნამდვილად არ არის მზად ამისთვის. სამხედრო თვალსაზრისით მათ ადრე არ ჰქონდათ შანსი. ეხლა კი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. აშშ-ის სამხედრო ძალებმა ასევე გაავრცელეს განცხადება დღეს დილით, სადაც ამბობენ, რომ ისინი მომდევნო დღეებში ემზადებიან ირანთან დაკავშირებულ გემებზე ასასვლელად. აშშ-ის ბლოკადა ომანის ხურეში უკვე 5 დღეზე მეტია გრძელდება. ბოლო ინფორმაციით აშშ-შემ უკან დააბრუნა 25 ხომალდი, რომლებიც ცდილობდნენ ბლოკადის გარღვევას. ბლოკადის დაწყების შემდეგ ირანის წყლებიდან არც ერთი გემი არ გასულა. ეს ნიშნავს, რომ ირანის ეკონომიკა რეალურ დროში იხჩობა. და ჩვენ ყველა ვუყურებთ, როგორ ხდება ეს. შესაძლოა სწორედ ამიტომ, მიუხედავად გუშინდელი განცხადებისა საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, ირანი ახლა ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის, სანამ აშშ-ში არ მოხსნის ამ ბლოკადას. ირანიდან გამომავალი ეს ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები ძალიან აბნევს იმ გემებს, რომლებიც სპარსეთის ყურეში არიან გაჩერებულნი. სინამდვილეში სწორედ გუშინ ნახეთ, როგორ გავიდა რამდენიმე გემი ჰორმუზის სრუტის შუტის შუაგულში. მაგრამ იყვნენ სხვა გემებიც, რომლებიც ირანის ნებართვის მიღების შემდეგ ცდილობდნენ გადაკვეთას და მათზე ირანის რევოლუციური გვარდია ესროლა. და ეს გვიჩვენებს იმ განხეთქილებას, რომელიც ირანის სარდლობის ჯაჭვშია წარმოშობილი. არსებობს სამინისტრო, რომელიც გემებს ჰორმუზის სრუტის გავლაზე ნებართვას აძლევს. და შემდეგ ირანის რევოლუციური გვარდია უბრალოდ ესრის ამ გემებს. ეხლა სროლამ, რომელიც დღეს დილით მოხდა, ირანს სერიოზული საერთაშორისო პრობლემები შეუქმნა. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, ნებამომეცით გაჩვენოთ, რას ამბობს პრეზიდენტი ტრამპი ირანის გადაწყვეტილების ცვალებადობაზე ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით. ეს არის განცხადება, რომელიც მან გუშინ საღამოს გააკეთა. მოусმინეთ. საჭიროა თუ არა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა, რომ თქვენ შეთანხმებას მიაღწიოთ ოგრამთან.
შეიძლება ფსიქოლოგიურად დაღლილები ვარ, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ლიბანს დავეხმაროთ, რომ ისევ ქვეყანად იქცეს. იცით, მათთვის დიდი დრო გავიდა, ბევრი გადაიტანეს და ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ, რომ ისევ ქვეყანად იქცნენ. რამდენად იმედგაცრუებული იყავით ნეთანიაჰუთი, როცა ბოლო რაუნდში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდით, მისი ქმედება, იუბანის დაბომბვა, იმოქმედა თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ზოგ საკითხში არ ვეთანხმებოდით, მაგრამ ის ძალიან კარგი პარტნიორი იყო, კარგად ვიმუშავეთ. ალბათ, მსგავსი რამ არასდროს ყოფილა, ის ამბობს, რომ ჩვენ აქ CES-თან ვართ, ჩვენ ვართ უფროსები, ჩვენ ვართ წამყვანი ძალა, ჩვენ ვართ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა, მე ეს ჩემი პირველი ვადით ყოფნის დროს ავაშენე. არ მეგონა ესე ხშირად თუ გამოვიყენებდი, მაგრამ ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა გვაქვს, ყველაზე დიდი იარავი, შეხედეთ ამას, ჩვენ გქონდა 101-დან 111-მდე თქვენი განსაზღვრების მიხედვით. იმიტომ რომ ზოგანაც ისინი ცვლილებად გამოვიდნენ. ის რაკეტა ესროლეს ჩვენს ერთ ძალიან ძვირფას ობიექტს, რომელიც წყალში იდგა. ყველა ეს რაკეტა ჩამოაგდეს. წარმოიდგინეთ ეს 111 რაკეტა. ყველა მათგანი ჩამოაგდეს. არც ერთი ახლოსაც კი არ მისულა. არავის აქვს ესეთი სამხედრო ძალა, არავის აქვს ესეთი იარავი, არავის აქვს ისეთი ძალა, როგორიც ჩვენ გვაქვს. ეხლა სულ მალე გადავიდეთ ამ ირანულ სამოქალაქო ომზე, რომელიც უკვე 2 დღეა გრძელდება. მაგრამ მანამდე მინდა გაჩვენოთ, ზუსტად რა მოხდა ხორმუზის სრუტეში. რადგან ჩვენ გვაქვს გემების და ირანის სამხედროების, IRGC-ის საზღვაო ძალების რადიო ჩანაწერები და შეგიძლიათ ნახოთ, როგორი დაბნეულობაა ამ გემებზე. აი, რა კონტექსტი უნდა იცოდეთ ამ ჩანაწერის მოსმენამდე. დღეს დილით რამდენიმე ინდურმა გემმა სადა ჰორმუზის სრუტიდან გასვლა. ვარაუდობ, რომ ისინი იქ ომის დაწყებიდან არიან გაჩერებულები. ან იქვე მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეა, ზუსტად არ ვიცი. მაგრამ მათ მიიღეს ნებართვა IRGC-ის საზღვაო ძალებისგან ჰორმუზის სრუტის გადაკვეთისთვის. მაგრამ როცა საბოლოოდ ჰორმუზის სრუტეს მიუახლოვდნენ, მათ IRGC მან ვიღაცა სხვამ შეუდია. არც მათ იციან, არც ჩვენ ვიცით. ეს არის მათი რადიოზარი, რომელიც ინდურმა გემმა გაავრცელა. მოусმინეთ, რადგან ეს მთელ მსოფლიოში ვირუსულად ვრცელდება. საზღვაო მოტორიანი ტანკერი stand my hero, თქვენ მომეცით ნებართვა, თქვენ მენ მომეცით ნებართვა, დავსულიკავი. სეპანევი, ეს მომეცით ნებართვა დავსულიყავი. ჩემი სახელი თქვენ სიაში მეორეა. თქვენ მომეცით ნებართვა დავსულიყავი. ახლა თქვენი ბრძვი, ნება მომეცით დავბრუნდე. ეხლა ირანისთვის ეს დიდი პრობლემაა, რადგან ირანს უყვარს იმის თქმა, რომ ინდოეთი მისი მოკავშირე. და ეხლა ისინი ესრიან ინდურ გემს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გადის ირანული ნებართვის მიღების შემდეგ. და შეგიძლიათ გაიგონოთ შიში ინდოელი მეზღვაურის ხმაში. ის ამბობს, რომ თქვენ მომეცით ნებართვა. რატომ ესვრით ჩემს გემს? საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს. ესენი სამოქალაქო გემებია და ის, რასაც ირანი აკეთებს, ფაქტობრივად ტერორიზმია. ეს უკვე ეკონომიკური ტერორიზმიც აღარ არის, რადგან ირანი ესვრის გემებს და ამ მეზღვაურებს შეეძლოთ დაეღუპათ. ეს უბრალოდ სრული ტერორისტული ქმედებაა. და გამოიცანით რა, ინდოეთი სინამდვილეში ის ქვეყანაა, რომელიც ირანს ეხმარებოდა. ინდოეთმა ახლახან იყიდა ირანული ნავთობი, მას შემდეგ რაც აშშ-ში მოხსნა სანქციები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობდნენ. ისინი აფინანსებდნენ ირანის ეკონომიკას იმ დროს, როცა ეკონომიკა ძლივს უნტკავდა. და ახლა ირანის სამხედროები ესვრიან ინდურ გემებს. კიდევ ერთი მაგალითი იმ ბზარისა, რომელიც ირანის იერარქიასა და ირანის მთავრობაში ხდება. ერთი ადამიანი ამბობს, შეგიძლიათ სრუტეში გაიაროთ, გადაგვიხადეთ მილიარდობით $. მეორე კი ამბობს, თქვენს გემს ვესვრი. როგორც მიხვდებით, ინდოეთი აშკარად უკმაყოფილოა ამით. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით ირანის ელჩი ნიუ-დელიში გამოიძახა, რადგან ირანის რევოლუციური გვარდია 2 ინდურ ხომალდს ესმოდა თავს. ზუსტად არ ვიცით რა მოხდა იმ შეხვედრაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე განცხადებას გაავრცელებენ და ინდოეთს ბოდიშს მოუხდიან. თუ არა, ეს სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად გამწოლდეს. ეს გვაჩვენებს, რომ ირანის ყველაზე დიდი ტერი თავად ირანია. ირანის ელჩი ამბობს, რომ ინდოეთი კარგი მეგობარია, მაგრამ ირანის რევოლუციური გვარდია ინდურ გემებს ესხმის თავს. ეს კი ინდოეთის ოფიციალურ პირებს აღიზიანებს. ეხლა თუ რომელიმე ინდოელი ოფიციალური პირი უყურებს ამ ვიდეოს, ურჩევ ინდოეთს, რომ შეწყვიტოს ყველა დიპლომატიური ურთიერთობა ირანთან მომხდარის შემდეგ. ეხლა გადავიტანოთ ყურადღება ირანში მიმდინარე სამოქალაქო ომზე. ეს ომი დაიწყო ჰორმუზის სრუტის შესახებ იმ განცხადების გამო, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა. სანამ ამ ყველაფერზე გადავიდოდეთ, უბრალოდ სწრაფად შეგახსენებთ. დააჯეროთ ქვემოთ მოწონებისა და გამოწერის ღილაკებს. ეს ნამდვილად გვეხმარება ალგორითმში და თქვენს დაგეხმარებათ ყველაფრის თვალყურის დევნებაში, ყველა ვიდეოს ნახვაში, რომელსაც ვაქვეყნებ.
ეხლა ყველასთვის ვინც გუშინ არ უყურეთ სიახლეებს, ეს იყო განცხადება, რომელიც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა გუშინ დილით. სადაც ძირითადად თქვა, რომ ეხლა როცა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაა, ხორმუზის სრუტე სრულად ღია. ეს სიურპრიზი იყო ყველასთვის მთელ მსოფლიოში. მათ შორის ირანის მთავრობის წევრებისთვისაც, რადგან მათ არ იცოდნენ, რომ ეს მოხდებოდა. და ეხლა ირანის რევოლუციური გვარდია იმდენად გაბრაზებულია, რომ საჯაროდ უწოდებენ ამ საგარეო საქმეთა მინისტრს იდიოტს. საჯარო რადიოზე, რომელსაც ირანის საზღვაო ძალები ავრცელებენ, ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალები გადასცემენ, რომ ყველა გემმა მოისმინოს. ისინი ფაქტობრივად გამუდმებით იმეორებენ ამ შეწყობინებას, სადაც ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იდიოტია. არ მიაქციოთ ყურადღება მის კომენტარებს. მოусმინეთ. არ ხუმრობ. არ ვიგონებ ამას. ეს არის საერთაშორისო რადიოზე, რომელსაც გემები იყენებენ. სპარსეთის ყურესაც და ომანის ზღვაში ეს არის ირანის სეპას საზღვაო ძალები, რომლებიც გეძახიან მე-11 არხზე. ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურულია. ჩვენ მას გავხსნით ჩვენი ლიდერის იმამ ხამენეის ბრძანებით და არა ვიღაცა იდიოტების თვიტებით. თუ გსურთ სრუტეში გავლა, ნებართვა უნდა ითხოვოთ ირანის სეპას საზღვაო ძალებისგან. ყველა ხომალდი, რომელსაც ჩვენი მტრებთან აქვს კავშირი, გახდება სამიზნე, თუ ისინი ცდიან ამ ხორმუზის სრუტეში გავლას. ისინი ასევე ესხმიან თავს საგარეო საქმეთა მინისტრს ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე. შეხედეთ ამ რეპორტაჟს. აქ ჩვენ ხედავთ ირანელ პროპაგანდისტს, ჰოსეინ პარკს, რომელიც დაუღალავად ესხმის თავს აბას არგათს. სახელმწიფო ტელევიზიაზე ამტკიცებენ, რომ დიპლომატიურმა გუნდმა უნდა წარმოადგინოს არა მხოლოდ ირანი, არამედ მთელი წინააღმდეგობის ღერძი, ლიბანიდან იემენამდე. ის ამბობს, რომ მათ აქვთ 10 მკაფიო მოთხოვნა ტრამპთან და შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში, რომლებიც არ ექვემდებარება განხილვას. და ის ადანაშაულებს ირანის დიპლომატიურ გუნდს თავდაჯერებულობის ნაკლებობასა და საკუთარი პოზიციის დაცვაში ჩავარდნაში. სხვა სიუჟეტში ის ამტკიცებს, რომ არაგაჩი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დამოუკიდებლად მოქმედებს და მისი შეხედულებები არ შეესაბამება რეჟიმის ძირითად პრინციპებსა და პოლიტიკას. მათ პირად მოსაზრებებად მიიჩნევს და უარყოფს. ის ასევე მიუთითებს, რომ ეს ასახავს პარალელურ დღის წესრიგს, რომელიც არ შეესაბამება უზენაეს ლიდერ მუსტაბა ხამენეის. სხვათა შორის ბიჭება, უბრალოდ ყველას შეგახსენებ, თუ ყურადღება არ მიგიქცევიათ, ირანის უზენაეს ლიდერს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია არც ერთი საჯარო განცხადება ვიდეოზე ან აუდიოზე. ასე რომ, არავინ იცის, ცოცხალია თუ არა, კომაშია თუ არა, ან გარდაცვლილია. ის შვედინგერის კატას გავს. არავინ იცის, ცოცხალია თუ მკვდარი, სანამ ყუთს არ ახედა. მაგრამ ეს ქმნის ესეთ სიტუაციას, სადაც ყველას გონია, რომ რასაც თვითონ ფიქრობს, სწორედ ის აზრია, რომელსაც უზენაესი ლიდერი იზიარებს. ამიტომ ყველა ამბობს, რომ აი, რასაც მე ვამბობ, სწორია, რადგან სწორედ ამას ამბობს უზენაესი ლიდერი. მეორე მხარე ირანში კი ფაქტობრივად იგივეს ამტკიცებს. არა, რასაც მე ვამბობ, სწორია, რადგან სწორედ ასე ფიქრობს უზენაესი ლიდერი. ეს ქაოსის რეცეპტს გავს, მაგრამ გონია, რომ ასე ხდება, როცა შენი უზენაესი ლიდერი უბრალოდ მუხაოს ფიგურაა. ამ დროს, როცა სამოქალაქო ომი უფრო და უფრო მძამძაფრდება, ირანში რეპრესიები ყოველდღიურად გრძელდება. ვიცი, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ერთსა და იმავეს ვიმეორებ ყოველდღე, მაგრამ ეს მართლა ყოველდღე ხდება. ისინი კიდევ უფრო მეტ ადამიანს აკავებენ, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ასრულებენ და ინტერნეტი ისევ გათიშულია. გუშინვე ირანის რევოლუციური გვარდიის სადაზვერვო განყოფილებამ განაცხადა, რომ მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბრალდებებით კიდევ 127 ადამიანი დააკავეს 3 პროვინციაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულები ქუჩის არეულობებში მონაწილეობდნენ მტრის სამხედრო მოქმედებებისთვის მოსამზადებლად. და უბრალოდ შეგახსენებთ, უკვე 50 დღეა, რაც ირანი გლობალურ ინტერნეტს მოწყვეტილი. 92 მილიონი ადამიანი ირანში უბრალოდ ვერ ახერხებს სოფლიოსთან კომუნიკაციას. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს გვიჩვენებს, რომ რეჟიმს საკუთარი ხალხი უფრო ეშინია, ვიდრე ვინმეს. ამას ასევე დავინახავთ, თუ უბრალოდ ირანის ქუჩებს შევხედავთ. აი თეირანის მდგომარეობა. შეიარაღებული საკონტროლო პუნქტები ყველგან. მათი ერთადერთი მიზანია ირანული აჯანტების აღკვეთა. ადამიანები ტყვიამფრქვევებით ჯიპებზე უბრალოდ დაძრძიან, რათა ხალხმა, ირანელმა ხალხმა, ჩვეულებრივმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ მათ არ აქვთ იმედი. თუ ისინი ქუჩაში გამოვლენ, მათ უბრალოდ ამოხოცავენ. და ეს ბლეფი არ არის, რადგან ჩვენ ნახეთ, რა გააკეთა რეჟიმმა იანვარში. მათ 10,000-ობით საკუთარი ხალხი მოკლეს, მხოლოდ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინათ. და სწორედ ამიტომ ეშინიათ ირანის ხალხს. ეხლა კი ცეცხლის შეწყვეტის ვადა ძალიან სწრაფად იწურება. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვადა სამშაბათს ეწურება. და ზუსტად არ ვიცით რა მოხდება. რადგან ეხლა ჩანს, რომ გულისებს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკებები შეიძლება მეორე პლანზე გადავიდეს, იმ მოვლენების გამო, რაც ირანში ხდება. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ როგორც კი ცეცხლის შეწყვეტა დასრულდება, აშშ შეიძლება მოუწიოს გადაწყვიტოს, სურს თუ არა ცალმხრივად გაახანგრძლივოს იგი, თუ კი ბომბების ჩამოგდება დაიწყოს. და აი რას თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა ამაზე გუშინ სავამოს. მოусმინეთ. თუ 4 შაბათისთვის, როცა ცეცხლის შეწყვეტა მთავრდება, შეთანხმება არ იქნება, გაახანგრძლივებთ ცეცხლის შეწყვეტას თუ ისევ დაიწყებს თავდასხმებს.
შეიძლება არ გავახანძლივო, მაგრამ ბლოკადა დარჩება. მაგრამ შეიძლება არ გავახანგსლიო. ასე რომ თქვენ გაქვთ ბლოკადა და სამწუხაროდ დროც მოგვიწევს ბომბების ჩამოგდება ისევ დავიწყოთ. დიდი მადლობა ყველას. მადლობა. ფიქრობ ეს მოხდება. ჩვენ გვინდა ამოწმები ფინალი ობიექტები ბაზარ პრეზიდენტო.